აი გუნდელები მაგიტო ვართ რომ ერთმანეთს ვეხმარებით მაგ ყველაფრის დაძლებაში. მიდი. აუ. ძალიან მაგარი გზნობაა და თავის დროზე ალბათ ვერც ვიფიქრებდი, როცა 12-13 წლის ვიყავი და ეს საქმე უნდა გიყვარდეს რა, იმიტომ რომ ფეხბურთი თუ არ გიყვარს, ისე წარმატებას ვერ მიაღწევ. პირველი გოლი აი ამ კაცის ასისტი. ლეგენდას. არ მინდა. ეს მეორე ბურთები რო ავიღე დანარჩენი გოლი რაც მაქვს მეორე ბურთზე ამანი ბრძოლა და მე გავიტანი რა. აღნიშნა მე და იქინმა ჩვენმა მოვა მოუხარშით რა ჩვენი აღნიშნა და ეგეც ამ ადამიანის დამსახურება იყო სხვა შორის შემოვიდა და ორ წუთში არა ანტრეს პიარის გამოდის ტრადიცია არის ეს თქვარი და რავი ჯერჯერობით ერთი თვენახევარია ორი თვე ესე ვაგზელებთ და კარგად მიდის ყველაფერი რა მოგებების სერიას გაგზელდა და კი არ ვარგოთ კი რა თქმა უნდა და თავარი სად არის ინგრედიენტი გოჯი ბერი შეიჭამა აი პრომოკოდი ჩვენ მართლა ვიძახ ეს მარტო რო ჭამს ხანდახან არის ხა მომენტი რომ რთული არის რა რომ ყველა ვარჯიშის წინ რაღაც мотиваცია გქონდეს და რაღაც მაგრამ ეხა უკვე ისეთ ფაზაში ვარ შესულები რომ არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს რაღაც მოდუნების საშუალება და უკვე არც გჭირდება რომ შეიქმნა ეგ мотиваცია ისეთი პერიოდია და ისეთი თამაში გვიწევს ეხა რომ ანუ გააქვს რა мотиваცია არ გჭირდება რომ რაღაცა მაგიმაღლოს ეგ мотиваცია ან მუსიკამ რაღაცა მაგ დროს არის ყველაზე რთული ეგრე რო ვთქვა ეხაც ბოლო აი ზაფხულის მერე ძალიან რთული იყო მაგრამ მაგ დროს ალბათ ის გაძლევს რომ ის ფიქრი რომ აი მე რა იქნება და უკეთესობისკენ რომ შეცვალო ეგ ყველაფერი ეგ გაძლევს мотиваციას რა და ეგრე რო არ დარჩეს ან შეიძლება მუშაობ შენ რომ კი და ერთ აი გუნდელები მაგიტო ვართ რომ ერთმანეთს ვეხმარებით მაგ ყველაფრის დაძლებაში ლაპარაკით და ვარჯიშით და ასე შემდეგ мотиваტორი ესე ერთ კაცს ვერ გამოვყოფთ, მაგრამ ნუ მაინც თუ ერთი უნდა ვთქვა, გოშთელა ალბათ რა უყვარს ეს თავის თავზე აღება საუბრების და რაღაცების. რავი, აკადემიაში ნუ პატარა რო ხარ, მაგნეს არ ფიქრობ რა შენ ორგანიზმზე და ეხა უკვე ცოტა სხვა სიტუაცია არის, როცა უკვე პროფესიონალურად ემზადები, გიწევს ვარჯიშამდე რაღაც დანამატების მიღება, მომზადება ფეხების ორგანიზმის და ასე შემდეგ რა. ვარჯიშამდე სანამ შეხვა ვარჯიშს. მე მგონი ამ კითხვაზე ყველა პასუხი არის ჯინჯოლავა ყველას. ნებისმიერ ფეხბურთელს რო ვკითხო ჯინჯოლა. რომ გამოჩნდეს გოშთელიანს რას უშვები. აი ერთი. უფ. ერთს არის ილაგა? თუ ისი ბრალი? ნახე ალთუნაშვილი, მაყარიძეს ყეფვა მინდა მე. ხო, აი დავარდა. მაყარ. კინა რაღაც. მიდი. აუ. ო ვაი მე კატა მაკარ აუ ეგეთ ბარკი თუ მაისი რომ რაში გაჭი დაუბრუნა აი ხა ბიჭო
არ გამოვუშვა. ალიანი რა. და რაღაცა. აფთარი გიწევს. მიდი. ვიცოდი. გუშინ. არ ლომს ეგავა. ფაფარი გაიწევს. გარეული ხორი. ხორი როგორ შვება? კარდო. მოვედი. რა უნდა ვთქვა ფინალში დავმარცხით ერთი ბურთით რა არაფერი მის წინა პირველად მოიგო ჯინჯოლავამ თამაში მართლა პირველად მოიგო მე მგონი და მიულოცოთ კი ნამდვილად ეგრე არის 6 წლიდან ამ გუნდში ვარ და ეხლა რომ თავარ გუნდში თამაშობ ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმიტომ რომ ამ კლუბის აღზრდილი ვარ ასევე ძალიან მაგარი გზნობა არის, როდესაც იმ ფეხბურთელებთან ერთად გიწევს თამაში, რომლებმაც ამ გუნდს მოუტანეს პირველი ჩემპიონობა. ესენი არიან აუთუნაშვილი და გოშთელიანი, კი. და ძალიან მაგარი გზნობაა და თავის დროზე ალბათ ვერც ვიფიქრებდი, როცა 12-13 წლის ვიყავი და ეს ბიჭები ამ გუნდთან ერთად ჩემპიონები ხდებოდნენ, ვერ ვიფიქრებდი, რომ გავიდოდა რამოდენიმე წელი და მათთან ერთად ვიზეიმებდი ჩემპიონობას. დარწმუნებული ვარ, რომ როცა ეს ვიდეო დაიდება, უკვე ჩემპიონები ვიქნებით და იბერია 1999 საქართველოს 2025 წლის სეზონის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონია. აი ძალიან უცნაური არის ჩემთვის, იმიტომ რომ ეს წლები მართლა ისე მალე გავიდა, რომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე როცა მაგათ ხელა ვიყავი, ესე მალე შეიცვლებოდა სიტუაცია და ისე იქნებოდა, რომ ეხლა მე ვთამაშობ და ბავშვები რომ მოდიან ხოლმე ფოტოს გადასაღებად, თუმცა ავტოგრაფის მისაცემაც უცნაური გზნობა არის და თანამედროვეულად ძალიან ბედნიერი ვარ ამით. და ძალიან მიხარია, რომ ესე ჩართულები არიან ეს ბავშვებიც. და მათთვის ესე რომ ვთქვათ, მაგალითის მიმცემები რო ვართ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მაგარი გზნობა არის ძალიან. რომ გავიხსენოთ შენი კარიერაში და ასაუბრობდით რომ საკმაოდ დიდი ხანია რაც უკვე იბერიას აკადემიაში ხარ. როდის იყო ის მომენტი, როცა უკვე მიხვდი, რომ აი ფეხბურთი უნდა ყოფილიყო უშუალოდ შენი, ასე ვთქვათ, მომავლის განუყოფელი ნაწილი, როცა პროფესია დაირჩია უკვე ფეხბურთი. ფეხბურთი რომ გაიხსენო. ხო, რავი, ესე ბავშვობიდან მქონდა ესე ოცნება, რომ გამოსულიყავი ფეხბურთელი, მაგრამ ესე უკვე როგორც პროფესია, ალბათ დაახლოებით როცა სკოლაში ვიყავი, მე 10-11 კლასში, როცა უნდა გადამეწყვიტა უკვე, რომ ან ფეხბურთს უნდა გავყოლოდი, ხო, როცა ვირჩევდი უკვე, ან უფრო ადრეც შეიძლება, როცა გადაწყვეტილება მივიღე სწავლას და ფეხბურთს შორის. და მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამ პერიოდის განმავლობაში ვინ იყო, თქვა შენი ყველაზე ესეთი ერთგული გულშემატკივარი, თქვა ვინც ერთულ პერიოდებშიც გამხნევებდა. აუ, დედაჩემი მინდა რომ გამოყო ალბათ მაგ კუთხით ყველაზე მეტად. ნუ იდე ოჯახის წევრები, მეგობრები, მაგრამ ყველაზე მეტად დედაჩემი რა. იმიტომ რომ ყველანაირად სწავლის ხრივაც და ფეხბურთის ხრივაც საკმაოდ გარკვეული არის ფეხბურთშიც და ძალიან ბევრ რთულ მომენტში ყოველთვის გვერდში მიდგას და მადლობელი ვარ ამისთვის. დადი, ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან უკვე ძალიან დიდი ხანია ფეხბურთს თამაშობ, ალბათ იყო რაღაც პერიოდები რთული შედარებით, როცა შეიძლება ეჭვი შეგეპარა, რომ აი რამდენად სწორი არჩევანი გააკეთე, ვთქვათ. აი თუ შეგიძლია გაიხსენოთ ის იყო ეგეთ ყველაზე რთული პერიოდი და აქ ვკითხავ, მე როგორ შეძელი რომ ეს რთული პერიოდი გადაგელახა. ხო, ესე ზოგადად ფეხბურთელის ცხოვრებაში ყოველთვის არის რთული პერიოდები, როცა აი მეც ყოფილ ვარ რამოდენიმეჯერ რომ მიფიქრია, რომ აღარ მინდოდა თითქოს გაგრძელება და ესე კონკრეტულ პერიოდს ვერ გავიხსენებ ალბათ, მაგრამ ეგეთი მომენტები ხშირად არის საკმაოდ, როცა რაღაც თითქოს ხელი გაქვს ჩაქნეული, მაგრამ მე როცა ფიქრობ, რომ ამდენი რაღაც გაკეთებული და წინ ძალიან ბევრი რაღაც გეოდება, ეგ გაძლიერებს უფრო რა, ესე რომ ვთქვათ და мотиваციას გაძლევს, რომ ამ ცუდი პერიოდის მერე ისევ ის კარგი პერიოდი და უკეთესი პერიოდი მოვიდეს შენ ცხოვრებაში რა. უნდა შევეხოთ აუცილებლად ევროტურნირების საკითხსაც.
იმიტომ რომ мотиваციაზე საუბრობდით და ალბათ ევროტურნირების წარუმატებელი ევროტურნირების მერე ძალიან რთულია უკვე როცა ბრუნდები აქ ქართულ რეალობაში და დამატებით გიწევს თქვათ იმაზე ფიქრი რომ უნდა იპოვო мотиваციის ახალი წყარო. მოდი აქ პერიოდი რომ გავიხსენოთ როგორი იყო. ხო, პირველი ხო. ნუ ძალიან რთული, ყველაზე რთული პერიოდი წელს ჩემი აზრით ეგ პერიოდი იყო, იმიტომ რომ როცა წინა წელს ჩემპიონები გავხდით, ანუ პირველ რიგში იმის გამო გვიხაროდა რომ ზაფხულში მოგვიწევდა ევროტურნირების თამაში. და მთელი წელი იანვრიდან დაწყებული, უკვე აი ეს ბორიდან დაწყებული, ყველა მაღაზე ფიქრობდა, ნუ რა თქმა უნდა ეროვნული ლიგაზე, მაგრამ ყველას იმის მოლოდინი ქონდა, რომ ზაფხულში კარგად წარმოაჩენდით თავს და ჩვენ სასურველ მიზანს მივაღწევით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ სამწუხაროდ იმედები გაუცრუეთ ჩვენ თავებსაც, გულშემატკივრებსაც ყველას და მაგის მერე აი ეს პერიოდი ალბათ ყველაზე რთული იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ეხა ამდენი ხანი რაღაც შემზადები და ეს წარუმატებლად რომ დამთავრდება რთულია მე რომ გააგრძელო რაღაც ძალა იპოვო შენში, მაგრამ აი ამის მერე იყო ზუსტად ის პერიოდი, როცა შევიკარით ერთმუშტად, დავილაპარაკეთ, რომ არ გამოვიდოდა ესე გაგრძელება და ჩემი აზრით გამოიღო კიდევაც ამას შედეგი, იმის მერე საკმაოდ კარგი სერია გქონდა. ნუ რაღაც ჩავარდნებს თუ არ გავითვალისწინებთ, ეხაც აქამდეც მოვიდით და უკვე ერთი ტური დაგვრჩა ჩემპიონობამდე და პირველი მიზანი ალბათ ყველასი ის არის ამ ჩემპიონობის მერე, რომ ზაფხულში ის ევროტურნირებზე რაც ვერ გავაკეთეთ, ეხლა გავაკეთოთ შემდეგ ზაფხულს 2026-ის ზაფხულში რა. დადი აუცილებლად უნდა შევეხოთ ეროვნული ნაკრების საკითხსაც ასაკობრივი ნაკრებები, ანუ რეალურად ესე გამოვიდა, რომ პირველად გამოგიძახეს 21 წლამდე ნაკრებში. აი შენი აზრით თქვათ რა იყო მიზეზი, რომ მანამდე არ მოგიწია არც ერთ ასაკობრივი ნაკრებში გამოძახება? ხო, პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ოცნება იყო ბავშვობიდან, რომ ნაკრებში მოვხვედრილი, აი როცა უკვე გადავწყვიტე, რომ ფეხბურთის თამაში მინდოდა, პირველი საფიქრალი ეგ ქონდა, რომ მან ერთი სული მქონდა, როდის მოხვდებოდი ნაკრებში. და ისე გამოვიდა, რომ 17 წლამდელები არ მოგვიწია, იმიტომ რომ კორონა დაემთხვა და ერთადერთი ნაკრები რომელიც იყო 19 წლამდელები და ნუ მან ტრენერის გადაწყვეტილებით ისე იყო, რომ დინამოდან უფრო მეტი ფეხბურთელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხდით მაგ წელს ჩემპიონები, ისე იყო, რომ დინამოდან უფრო მეტი ხალხი იყო გამოძახებული. და ეგ ნაკრები არ მომიწია, მაგრამ мотиваცია და რაღაც საერთოდ არ დამიკარგავს, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ რაღაც უკეთესი მელოდა წინ და როცა უკვე 21 წლამდელებში ხა სექტემბერში გამომიძახეს, ალბათ ეგ იყო ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დღე, იმიტომ რომ ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ამდენი ხანი რომ ველოდები ამას და აი უკვე სია რომ ნახე და ოფიციალურად დადასტურდა რომ გამომიძახეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ძალიან გახარებული რა. დადი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო და ალბათ სხვა პასუხისმგებლობა არის, მაგრამ ამას რომ ემატება ისიც, რომ ხარ ასევე ამ გუნდის კაპიტანი, ეს კიდევ ალბათ უფრო დიდი პასუხისმგებლობა არის და მოდი ამაზეც რომ მოგვიყვე. კი, ისე დაემთხვა, რომ აი მეხუთე თამაში უკვე რომელიც ქონდა გერმანიასთან აქ მესხზე, ჩვენი კაპიტანი ტრავმირებული იყო და ეგრე გადაწყვიტეს, რომ მე უნდა ყოფილიყავი კაპიტანი და ეგ დღეც ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, როცა ნაკრებში 21 წლამდე ნაკრებში გამოდიხარ გერმანიის წინააღმდეგ და კაპიტანი ხარ, უფრო დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი мотиваცია იყო ჩემთვის, რომ ეგ თამაში კარგად წარმომეჩინა თავი და კარგად წარმოგვეჩინა ყველას თავი, ნუ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა, მაგრამ ძალიან მაგარი გზნობა არის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ნაკრების კაპიტნობა რა. ალბათ ერთ-ერთი იბერიას ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი მეტნაკლებად ემოციური ფეხბურთელი ხარ სტადიონზე ყოველ შემთხვევაში მოედანზე, რასაც ვუყურებთ ხოლმე და თუმცა შედარება რომ გავაკეთოთ ფიქრობ მაგალითად მე პირადად რომ ახლა უფრო კარგად აკონტროლებ საკუთარ ემოციებს ვთქვათ მოედანზე ვიდრე მანამდე და მაინტერესებს რომ გკითხო ეს ერთმა კონკრეტულმა რაღაცა ეპიზოდმა გადაწყვიტა რომ მიხვდი რომ ვთქვათ მეტნაკლებად ემოციური იყავი თუ ზოგადად დაკვირვება პირველ რიგში იმის თქმა მინდა რომ ეს ემოციურობა ხანდახან ძალიან მეხმარება პირიქით და ხანდახან პირიქით ძალიან ხევს და ეს ერთი კონკრეტული მომენტი არ მახსოვს, მაგრამ ეხაც შემიძლია იმის თქმა, რომ ხანდახან ზედმეტად ემოციური ვარ, რისი გაკონტროლებაც მინდა რომ უკეთესად ვისწავლო, მაგრამ ძველ პერიოდზე შემიძლია ვთქვა, რომ აი ჩემ თავს რო ვაკვირდები თუნდაც 2 წლის წინ, 1 წლის წინ საერთოდ სხვანაირად ვიყავი ფსიქოლოგიურად და ეხა საერთოდ სხვანაირად და რა მოიტანა ეს ერთი პასუხი არ ვიცი, მაგრამ ალბათ უფრო გამოცდილებამ რა და
რო გავიაზრე რომ ეს ემოციურობა ხანდახან პირიქით არ წამადგება მე აი მაგალითად რაღაც თამაშზე თუ ვერ ვითამაშებდი ან რაღაც არ გამომივიდო და შეიძლება რომ უცბად იმდენად მინერვიულან ისე მომშლო და ნერვები რომ შემდეგ საერთოდ ვეღარ გამიგრძელებდი და ეხა ის გათვითცნობიერებული მაქვს რომ პირიქით რაღაც შეცდომას რო უშვებ ან რაღაც რო არ გამოგდის თუ ამას გადაყევი შენთვის უფრო ცუდი იქნება და პირიქით უნდა დაივიწყო უცბად და უნდა გააგრძელო თამაში რა და ესე ერთი ის არ შემიძლია თქვა მომენტი როდის შეგიძლია რომ მითხრა რომ თქვა აი თავარ მწვრთნელს რამდენად აქვს გავლენა კონკრეტულად აი ამ მომენტზე თქვა აი შენს ემოციურობაზე თავარ მწვრთნელს ჩემი აზრით ძალიან დიდი გავლენა აქვს იმიტომ რომ მე მაგალითად ისეთი ტიპის ფეხბურთელი ვარ ტრენერი როცა რაღაცაზე მამხრევს რაღაც რო არ გამოდის ან პირიქით როცა კარგად ვაკეთებ რაღაცას და შემაქებს ან ტაშს დამიყროს რაღაცა ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს შემიძლია თქვა იმიტომ რომ ყოფილა მომენტებიც ეხაც მაგალითად წინა თამაშზეც იყო ესეთი მომენტი როცა რაღაც არ გამოვიდა და ტრენერმა რაღაცაზე გამხნევა და მე მეორე ტაიმში გამოვედი და გოლი გავიტანე ძალიან დიდი დამსახურება იყო მაგისი რა იმიტომ რომ რაღაც თითქოს აი პირველი ტაიმის ბოლოს ცოტა ისე ვიყავი ნერვები მქონდა რაღაცაზე მოშლილი და როცა რაღაც ტრენერმა რაღაც სიტყვები მითხრა და მაგ სიტყვების მერე გამოვედი და 10 წუთში გოლი გავიტანე და ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრენერის დამოკიდებულებას როცა ხედავს ფეხბურთელი რომ რაღაცაზე ბრაზდება ან როცა ამშვიდებს ფეხბურთელს და ან პირიქით რაღაც ამხნევებს მე მაგალითად პირადად მე ძალიან მეხმარება ხოლმე და ძალიან სიამოვნებს როცა ეგეთი რაღაცას გამოხატავს ტრენერი შენ მიმართ რა ძალიან საინტერესო არის ზოგადად ფეხბურთელებს, აი გუნდელებს თუ გაქვთ ხოლმე ერთმანეთთან საუბარი, თქვათ თქვენს დადებით და უარყოფით მხარეებზე. თუნდაც აი ამ ემოციურ ნაწილზე, აი თქვათ თუ უთქვამ შენთვის რომელიმე შენს თანაგუნდელს, რომ იცი, აი ცოტა ზედმეტი იყო ეს ემოცია და ჯობია რომ გააკონტროლო. ან ზოგადად გვაქვს ხოლმე ეგეთი საუბრები, აი ჩვენ გუნდში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ აი პირდაპირ ვეუბნებით ერთმანეთს სათქმას და ვიღაც რაღაც თუ შეეშლება, ნუ ხდება ხოლმე რომ რაღაცა შეიძლება ვიღაცას არ მოგეწონს, პირდაპირ ვეუბნებით ხოლმე და მე თითოეული მათგანი ვცდილობთ რომ გამოვასწოროთ ეგ რაღაც და ჩემთვისაც კი ბევრჯერ უთქვამს ნუ ეხა ესე კონკრეტულად ვერ გავიხსენო შეიძლება მაგრამ უთქვამთ ბიჭებს რომ ხანდახან აი რაღაცაზე ტყუილ ნერვების მოშლა არ არის კარგი და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყოველთვის გავითვალისწინო რა და აი ის მინდოდა ამეღნიშნა რომ აი ხან რო ვთქვი თავიდან რომ ხანდახან ეს ემოციურობა პირიქით კარგია თქო ჩემთვის არის მომენტები როცა აი ამ ჩემი ხასიათის და იმ აი ჟინის გამო როგორ თქვა ხო ანუ ზოლის უნარიანობის გამო და აი ამ ნერვების გამო ხშირად ყოფილა ისეთი მომენტი რომ აი რაღაცაზე ნერვები მომშლია და პირიქით მე ისე გამიკეთებია რომ ჩემს ასიკეთო წასულიყო საქმე რა მაგრამ ნუ მომავლისთვის მაინც ვიმედოვნებ და მაღაზე ყოველთვის მუშაობ რომ რაც უფრო ცივი გონებით მიუდგები რაღაც საკითხს უფრო კარგად დამთავრდება შენთვის რა საკმაოდ ხშირად ქართველი გულშემატკივრები აფიქსირებენ ხოლმე ესეთ მოსაზრებას, რომ როდესაც გამოჩნდება, ვთქვათ, სპორტულ სარბიელზე ახალგაზრდა წარმატებული ნიჭიერი ფეხბურთელი, საკმაოდ მალე ტოვებს საქართველოს და მიდის საზღვარგარეთ სათამაშოდ. და ამბობენ ხოლმე, რომ ჯობია რომ ჯერ ვთქვათ, აქ იყოს 1 წელი, 2 წელი, ვთქვათ, რამოდენიმე სეზონი და შემდეგ წავიდეს და საინტერესოა შენ რა მოსაზრება გაქვს, იმიტომ რომ რეალურად შენც ახალგაზრდა ნიჭიერი წარმატებული ფეხბურთელი ხარ. ხო, ზოგადად მიზეზი იმისი რომ ვერ ინარჩუნებენ კლუბები ფეხბურთელებს არის ის რომ ეროვნულ ლიგაში არის დაბალი დონე და ნაკრებში მოხვედრის შანსიც არის ნაკლები და ამიტომ ძირითადად ნუ ყველა ფეხბურთელის ოცნება ალბათ არის რომ რაღაც ტოპ 5 ჩემპიონატში ითამაშოს და ამიტომ რაც შეიძლება თითოეულ იმას ებღაუჭებიან ესე ვთქვათ რა შანსს და ამიტომ მიდიან ხოლმე მაგრამ ჩემი აზრით აი სწორი დრო უნდა იყოს არც ძალიან გვიან არ უნდა მოხდეს ეს შენი ტრანსფერი და არც ძალიან ადრე ხა ზოგი არის ფეხბურთელი რომელიც ისეთ ადრეულ ასაკში მიდის როცა აი რაღაც 1-2 თამაში აქვს ნათამაშები და მე შეიძლება იქ რო ჩადის ან ტრავმას იყიდებს ან ვერ უძლებს იმ დონეს იმ ტემპს და ჩემი აზრით მინიმუმ 1-2 წელი აქ უნდა კონდეს ნათამაშები რომ რაღაც გამოცდილება მიიღო უკვე ჩამოყალიბდე ფეხბურთელს და მე რო წახვიდე ჩემი აზრით ეგრე უმჯობესი არის რა წარმოიდგინე რომ ამჟამად უნდა მიმართო იქ შენ პატარა ვერსიას გარკვეული წლების წინ და შესაბამისად უკვე ამჟამინდელ იბერიას აკადემიას. უნდა მისცე რჩევა რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის რომ წარმატებული სპორტული კარიერა დაიწეროს. ჩემი აზრით პირველ რიგში მთავარი არის რომ საკუთარი თავის გწამდეს, უნდა გჯეროდეს რომ რასაც აკეთებ ის საქმე გამოგივა, ასევე მომთმენი უნდა იყო. იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება ცხოვრებაში არის ესეთი მომენტები, როცა რაღაც კარგად არ გამოგდის, ან რაღაც ვერ გამოგდის, მაგრამ თავარია რომ ცადო, ანუ ყოველთვის არ უნდა შეწყვიტო, ესე რომ ვთქვათ, განვითარება რა, ყოველი დღე უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ განვითარდე.
ასევე ის საქმე უნდა გიყვარდეს. ანუ ამ შემთხვევაში იბერიის აკადემიელებს ვიტყოდი ასევე ჩემ თავს როგორც კითხვაში იყო, რომ ეს საქმე უნდა გიყვარდეს რა, იმიტომ რომ ფეხბურთი თუ არ გიყვარს, ისე წარმატებას ვერ მიაღწევ და უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და ჩვენი შესაძლებლობების. და ბოლოს რო გითხრა, სად ისურვებდი შენი თავის დანახვას 5 წლის შემდეგ? ეს ერთი კონკრეტული კლუბი ალბათ არ შემიძლია რო ვთქვა, მაგრამ ტოპ 5 ჩემპიონატში ვისურვებდი. ნებისმიერ რა ვარიანტიც იქნება, ტოპ 5 ჩემპიონატში მინდა რომ დავიმკვიდრო თავი და ასევე ეროვნულ ნაკრებში. რა თქმა უნდა. წარმატებები მაშინ. მადლობა დიდი. აკადემიის გამაგიჟი, ეხლა გავიც აკადემიაში რა შვები ფილმს იღებ? აი იორჯიში ხა ბუნებრივი იყავი როგორიც ხარ? მოვედით ეხა სტრადაში, რო ვისად, აუ ეხა რაღაც ის დილით ანტრეში, ეხა სტრადაში, მე აწყობინი მაქვს ცხოვრება. ხო, მაგრამ არ მინდა რომ გამოვაჩინო, მინდა რომ მიჭირდეს და ისე მივახციო წარმატებას. არა, მოვედით. მოვიყვანე. ძილდავსიო, რომ ნახში წრები. არა, იმენა დადი შენთან აქვს საქმე. ამჟამად სამწუხაროა. ამჟამად გარკვეულწილად სამწუხაროა ყველაფერი.